მოგესალმებით, თქვენ უყურებთ რეგიონის დღის მთავარ ამბებს. როდის დაიწყება ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ არალთან გზის რეაბილიტაცია, რომელიც მეწყერმა გასულ წელს დააზიანა. ამ ტერიტორიაზე მეწყერის შედეგად ფერდობი ჩამოიშალა, რამაც სამანქანო გზის ნაწილიც მოიყოლა. ადგილობრივებისთვის ეს ახალი პრობლემა არ არის. მეწყერი აღნიშნულ გზაზე გასულ წელსაც ჩამოწვა. მაშინ ადიგენის მერმა გოჩა ქიმაძემ გვითხრა, რომ დაგეგმილი იყო გამაგრებითი სამუშაოები, თუმცა ვიდრე შესაბამისი სამუშაოები დაიწყებოდა, სტიქია განმეორდა და ამჯერად უფრო დიდი მონაკვეთი დააზიანა. ჩვენ ადიგენის მერს ვკითხეთ, იგეგმება თუ არა და როდის საერთაშორისო მნიშვნელობის გზის რეაბილიტაცია. მისი თქმით, საავტომობილო გზის დეპარტამენტმა გზის მშენებელ კომპანიასთან ხელშეკრულება უკვე გააფორმა და სამუშაოები უახლოეს კვირაში დაიწყება. დეტალებისთვის ჩვენ დეპარტამენტთან დაკავშირებას ვცდილობთ, თუმცა ჩვენ ზარებს არ პასუხობენ. აუცილებელი იყო გეოლოგიური დასკვნის გაკეთება, შემდეგ აუცილებელი იყო პროექტის შედგენა, ამას ყველაფერს დრო ჭირდება. ეს ხარ შეიძლება ერთ კვირაში ან ერთ თვეში მოგვარდეს, ძალიან ისეთი პროცედურები. იქ კი არის მეწყერი, მაგრამ მოსახლეობას და მოქალაქეებს გადაადგილებაზე ხელი არ შეშლიან. იქ მუდმივად სუფთავდება ის გზა, საკმაოდ განიერი გზა და არაფერი პრობლემა არ არის დღემდე. თუმცა გასაკეთებელია, რაც შეეხება ჩემთვის როგორც არის ცნობილი არის, იქ უკვე კონტრაქტორი არის, გამოვლენილი არის, ხელშეკრულებაც გაფორმებული არის. ეხლა მიმდინარეობს მომზადებით სამუშაოები, კომპანია სჭირდება დრო იმისთვის, რომ მოამზადოს ტექნიკა, მობილიზება გავაკეთოს, იქ რაღაც მიწის ნარჩენების დასაყრელი ადგილი მოიწიოს. ჩვენ მუდმივ კომუნიკაციაში ვართ და როგორც ვფიქრობ, უახლოეს კვირებში უნდა დაიწყოს მათ პროცესი. ახალციხის და ასპინძის მუნიციპალიტეტების ნაწილს 6 ივლისიდან 9 ივლისამდე გაზის მიწოდება შეუწყდებათ. ინფორმაციას ინტერგაზი გვაწვდის. კომპანიის ინფორმაციით შეზღუდვა საქართველოს გაზის ტრანსპორტირების მიერ დაგეგმილ სარეკონსტრუქციო სარეაბილიტაციო სამუშაოებს უკავშირდება. ინტერგაზში აცხადებენ, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ 9 ივლისს ბუნებრივი აირის მიწოდება აბონენტებს ეტაპობრივად აღუდგებათ. დღეს ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო. გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ახალციხის საგამოცდო ცენტრში ჯამში 1300-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა. ცენტრის ცნობით, ქართულის პირველ სესიაზე 211-დან 201 აბიტურიენტი გამოცხადდა. ერთიანი ეროვნული გამოცდები 22 ივლისამდე გაგრძელდება. მე შემხლა ჯაყოს ხიზნები. რა ვფიქრობ, კარგად დავწერე. ცოტა ნერვიულობდი, მაგრამ სხვა შორის არაფერი არ არის სანერვიულო და მართალს ამბობენ, რომ არ არის სანერვიულო. და ჯერ არ მაქვს გადაწყვეტილი რაზე ვაბარებ. ვფიქრობ ბევრ რაღაცას, მაგრამ არ ვიცი ზუსტად. ვიყავი პირველი ვარიანტი, შემხვდა ვეფხის ტყავსანი. სიყვარული რომ გითხრათ, თავიდან ემოციები იყო, თუმცა იქ რო დავჯექი, უბრალოდ იმდენად კარგი აურა და გარემო იყო, რომ ყველანაირი სტრესი მომეხსნა და რავი, ძალიან კარგი იყო რა, სიმართლე რომ ვთქვა, ემოციებს ველოდებოდი, თუმცა მივხვდი, რომ ემოციები უფრო დამღუპავდა და მოიხსენი და რავი, ძალიან კარგი იყო, ძალიან კმაყოფილი ვარ და კარგი მოლოდინებიც მაქვს. 4 პირი დააკავეს, რომლებიც კუსტარულ ნარკოლაბორატორიაში ნარკოტიკულ საშუალებებს ამზადებდნენ. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ინფორმაციით გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულების სხვადასხვა ქიმიური ნივთიერებებისა და პრეკურსორის გამოყენებით შემდგომი რეალიზაციის მიზნით ნარკოტიკულ საშუალებებს ამზადებდნენ. გავრცელებული განცხადების მიხედვით, ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები. საქმეზე დაწყებულია გამოძიება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 20 წლამდე ანუვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ეს იყო ჩვენს ხელთარცებული დღევანდელი ბოლო ინფორმაცია. მეტი და დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენ ვებ და Facebook გვერდს. გმადლობთ რომ გვიყურებთ. ხვალამდე.